აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ომის ახალი მიზანი ირანის წინააღმდეგ, ხოლო სპარსეთის ყურის რეგიონში მყოფმა მოკავშირეებმა ტრამპს მოუწოდეს დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია ირანის რეჟიმის დასამხობად. ტრამპმა ლიბანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე გამოაცხადა ახალ მიზანზე. აშშ-ში დაარტყამს კირკის მთას. ირანის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტს ნატანზის მახლობლად. დონალდ ტრამპის თქმით, ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია და დარჩენილია მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, ხოლო ირანელებს ურჩევენ ამ ტერიტორიიდან რაც შეიძლება შორს წავიდნენ და ამერიკელები მათ ამის შესახებ აფრთხილებენ. ამავე დროს ბლუმბერგი იუწყება, რომ აშშ-ის მოკავშირეები სპარსეთის ყურეში ზეწოლას ახდენენ დონალდ ტრამპზე. ოითხოვენ ირანში სახმელეთო შეჭრაზე გადასვლას და ბოლოს ხარკის კუნძულზე ნავთობის ტერმინალის დაკავებას. ხოლო 21 ივლისს სენატში მოსმენებზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა ამ ომის ფასი დაასახელა. დღევანდელი მონაცემებით ეს არის 27.5 მილიარდი დოლარი. და ამავე დროს პიტ ჰექსეტმა კონგრესს კიდევ 67 მილიარდი დოლარი სთხოვა. მაგრამ მაინც ვერ უპასუხა კითხვას, რა არის საერთოდ ამ ომის საბოლოო მიზანი და რატო. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30-ზე მეტჯერ საჯაროდ მოატყუა ამერიკელები, როცა განაცხადა, რომ აშშ-მ უკვე მოიგო ეს ომი. თუ უკვე მოიგეთ, მაშინ რისთვის გჭირდებათ კიდევ 67 მილიარდი დოლარი. ირანის სამხედრო სარდლობამ ხათამ ალბიამ უკვე უპასუხა და აცხადებენ, რომ ნებისმიერი თავდასხმა ბირთვულ ობიექტებზე შეფასდება როგორც ომის გაფართოება რეგიონში. მოკლედ, მოგით ამ გამოშვებაში გავარკვიოთ, რომელ მთაზეა საუბარი, რომელსაც დონალდ ტრამპი აპირებს შეტევას. რატომ ვერ დაბომბეს ის აქამდე, ვინ უბიძგებს ტრამპს სახმელეთო ოპერაციისკენ და რამდენი უჯდება ეს ყველაფერი უკვე ამერიკას. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი. ჩვენ მივიწერთ 300,000 გამომწერისკენ, ამიტომ მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მაშასე, დონალდ ტრამპმა დღეს პირველად აღიარა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ცოცხალია და წარმატებით ვითარდება. თუმცა სწორედ მან შარშან ივნისის დარტყმების შემდეგ დაარწმუნა ყველა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სრულად განადგურებულია. და ყველას, ვინც საპირისპიროს ამბობდა, ის fake news უწოდებდა. თუ გახსოვთ, ის აცხადებდა, რომ ივნისში ბომბარდირების შემდეგ ირანს ბირთვული პროგრამა აღარ ჰქონდა. ყველაფერი დასრულდა. როცა CNN და სხვები წერდნენ, რომ არა, ის მაინც დარჩა, ის ამბობდა, თქვენ ყველანი ფანატები ხართ. კალბი ამბები, როგორ ბედავთ? მე ვთქვი, რომ უკვე ყველაფერი განადგურებულია. კალბი ამბები CNN? ხო, აი ეს ლეიწყება, მოიცადეთ, სანამ ამ კითხვას მოისმენთ. დამატებითი დაზვერვის ინფორმაცია მოვიპოვეთ, ასევე ვესაუბრეთ ადამიანებს, რომლებმაც ეს ადგილი ნახეს და ეს ადგილი მთლიანად განადგურებულია და ვფიქრობთ, ყველაფერი ბირთვული იქაა, ისინი არ გამოუტანიათ. აი წინა დღეს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპმა ირანელებზე შემდეგი თქვა, ციტატა. ისინი ცდილობენ აღადგინონ ბირთვული ობიექტი. ჩვენ დავარტყამთ ამ ობიექტს, ნებისმიერ ობიექტს, სადაც ისინი თუდაც ფიქრობენ ბირთვულზე. ჩვენ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ამის შემდეგ The Hack Heavy Show-ის ეთერში მან კიდევ უფრო კონკრეტულად განაცხადა, ციტატა. კირკა შესაძლო სამიზნე ძლიერი მასშტაბური დარტყმისთვის პირდაპირ მთავარი კარის წინ. ჩვენ გავანადგურებთ კირკას მთას. კირკი უთხარით ირანელებს, რომ ამისთვის მზად იყვნენ. ამასთან თვითონ ტრამპმა აღიარა, რომ მას არანაირი მტკიცებულება არ აქვს. მისი თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ ირანმა შესაძლოა ამ ობიექტზე ურანის გამდიდრების ცენტრიფუგები შეინახა. მაგრამ დაამატა ციტატა. ჩვენ ამას ჩანაწერებში არ გვაქვს. და დააზუსტა, რომ თუ კი იქ მართლაც არის ცენტრიფუგები, ციტატა, ეს არაფერს ნიშნავს, სანამ მათ ბირთვული მასალა არ აქვთ. ზოგადად ეს ექსპერიმენტია. ექსპერტები ამ განცხადებებს ერთმნიშვნელოვნად აფასებენ. ტრამპი არ არის დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტით და მიდის ირანზე დარტყმების ესკალაციისკენ. მაშინაც კი, როცა ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, არის იქ ეს ურანი თუ არა. რა არის კირკის მთა, რომელზეც ახლა დონალდ ტრამპი საუბრობს? ირანში ოფიციალური სახელწოდებაა კუჰე კალანგ გაზლან, ხოლო დასავლურ პრესაში მას Pickaxe Mountains უწოდებენ. თამდებარეობს ურანის გამამდიდრებელი ქარხნის სამხრეთით ნატანზში, 3 კილომეტრის დაშორებით. ამერიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის მონაცემებით პარამეტრები შემდეგია. მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 1608 მეტრია, თავად ობიექტი მდებარეობს დაახლოებით 100 მეტრით მთის ქვეშ. შეინით არის გვირაბებისა და ნაგებობების კომპლექსი, რომელიც პირდაპირ კლდეში ამოჭრილი. ამ მთაზე სამუშაოები 2020 წელს დაიწყო.
2021 წელს ირანმა გამოაცხადა, რომ ეს არის ცენტრიფუგების აწყობის ადგილი, ნატანზის ანალოგიური ქარხნის ნაცვლად, რომელიც განადგურებული იყო. გეგმავდნენ წელიწადში 6000 ცენტრიფუგის წარმოებას. აშშ-ის მიერ 2025 წლის ივნისში ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე, ნატანზე, ფორდოზე და ისპაჰანზე დარტყმების შემდეგ მშენებლობა კირკის მთაზე დაჩქარდა. ეს დაადგინა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა სატელიტური სურათების ანალიზის საფუძველზე. მისი მონაცემებით ირანმა უსაფრთხოების კედლები ააგო მთელი ობიექტის გარშემო და გვირაბები გააკეთა დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით. მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტი თებერვლის შუა რიცხვების სურათების მიხედვით აღწერს, როგორ ემზადებოდნენ ირანელები ახალ ავიაიერიშებისთვის. შემდეგ ციტატა. ერთ-ერთ აღმოსავლეთ შესასვლელთან გვირაბში ჩანს, რომ ქვები და ნიადაგი გადატანილია და გასწორებულია გვირაბის პორტალის ზემოთ. ბოლო 1 თვის განმავლობაში ამ გვირაბის შესასვლელის გასაფართოებლად დამატებულია ბეტონით გამაგრებული კონსტრუქცია. ეს საშუალებას იძლევა დამატებითი დატვირთვა დაემატოს ქვის, ნიადაგის ან ბეტონის სახით. ინსტიტუტის დასკვნა ასეთია. ეს სამუშაოები ამაგრებს გვირაბების პორტალებს და დამატებით დაცვას უზრუნველყოფს ავიადარტყმისგან. მშენებლობა. ობიექტზე სამუშაოები დღემდე გრძელდება. და მთავარი მომენტი. აშშ-მ არ დაუთხრამს ქირკის მთას არც გასული წლის 12 დღიანი ომის დროს და არც მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის 5 თვის განმავლობაში. ობიექტი იმდენად ღრმად არის გამაგრებული, რომ მისი გარღვევა რთულია, თუნდაც ყველაზე ძლიერი ბომბებით, რომლებიც ბუნკერების გასანადგურებლად გამოიყენება. კიდევ ერთხელ, ოფიციალური მონაცემებით, იქ სიღრმე 100 მეტრზე მეტია და ძირითადად გრანიტია. Wall Street Journal-ის მონაცემებით ჯერ კიდევ გაურკვეველია. ცენტრიფუგების კირკუზე გადატანა იყო მცდელობა. იქ ახალი გამდიდრების ქარხანა აეშენებინათ, თუ ირანელები უბრალოდ ტექნიკას ანადგურებისგან მალავდნენ. საერთო ჯამში ირანის ბირთვული პროგრამა საიდუმლოთია მოცული. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით ირანს ჰქონდა დაახლოებით 451 კილოგრამი ურანი, გამდიდრებული 60%-მდე. თუ გამდიდრება გაგრძელდება იარარისთვის გამოსადეგ დონემდე, ეს საკმარისი იქნება რამდენიმე ბირთვული მუხტის დასამზადებლად. ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ მიმდინარე წლის 9 მარტს განაცხადა, რომ სააგენტოს შეფასებით დაახლოებით 200 კილოგრამი ირანული მაღალგამდიდრებული ურანი ჯერ კიდევ ინახება ღრმა გვირაბებში ისპაჰანის ბირთვულ კომპლექსში. ეხლა კი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თუ ომის მიმდინარე ტენდენციას შევხედავთ, აშშ-ის ამოცანა ასე ჟღერს. საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ეტაპის დასრულებამდე აშშ-ჩომა და ისრაელმა ორი რამ უნდა გააკეთონ. გაანეიტრალონ ირკის მთა და ამოიღონ ან გაანადგურონ მაღალგამდიდრებული ურანის მარაგები, რათა ისინი არ აღმოჩნდნენ გადარჩენილი რეჟიმის ელემენტების, სხვა მტრული სახელმწიფოების ან ტერორისტული პროქსი ძალების ხელში. ანუ კირკის მთა ასე თუ ისე უნდა გახდეს შეტევის სამიზნა. ეხლა ამ თემის მეორე ნაწილზე, კერძოდ აშშ-ის სახმელეთო შეჭრაზე. ბლუმბერგი წყაროებზე დაყნობით, რომლებიც იცნობენ განხილვებს, წერს, რომ სწორედ ეხლა აშშ-ის ზოგიერთი მოკავშირე პერსიის ყურის ქვეყნებიდან. გრძელი კონფლიქტით იმედგაცრუებულები მოუწოდებენ დონალდ ტრამპს მორჩეს ჭორჭმანს და გადადგას უფრო მკაცრი ნაბიჯები, მათ შორის სახმელეთო შეჭრა და ხარკის კუნძულზე მნიშვნელოვანი ნავთობის ტერმინალის დაკავება. ამ ჩინონიკების ლოგიკა ძალიან მარტივია. თეირანი არასოდეს წავა დათმობაზე არმუზის სრუტსაკითხში ძალის გამოყენების გარეშე, ხოლო ტრამპი არასოდეს გაიმარჯვებს იმ ომში, რომელსაც ახლა აწარმოებს. საჭიროა ან ესკალაცია, ან მაშინ ტრამპმა აღიაროს მარცხრი. უბრალოდ წავიდეს და აღარ მოახდინოს რეგიონის დესტაბილიზაცია. მოკავშირეების პრეტენზიებით გასაგებია. გაჭიანურებული კონფლიქტი მკაფიო სტრატეგიის გარეშე შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. ვაშინგტონი ამცირებს რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობას და ანადგურებს ტურისტულ სექტორს. მაგალითად, იგივე ემირატები ძალიან იტანჯებიან იმის გამო, რომ უკვე თითქმის 9 წელია დონალდ ტრამპი ომს აწარმოებს, რომლის ფინალიც სრულიად გაუგებარია. ან მონარქიები ეუბნებიან დონალდ ტრამპს, რა სტრატეგია ეს? საით მივდივართ, რა ცილობ მიაღწიო და მთავარი, როგორც ცილობ ამას მიაღწია. რეგიონის ბევრი ჩინოვნიკი თვლის, რომ აშშ-ს ესაჭიროება ესკალაციის სტრატეგია დეესკალაციისთვის. თითქოს ვაშინგტონმა მეტი უნდა გააკეთოს, რადგან არსებული დინამიკა არასდროს აიჯულებს ირანს დათმობაზე წავიდეს. არც ჰორმუზის სრუტეზე, არც ბირთვულ პროგრამაზე. თითქოს უკვე ნათელია, რომ ირანის ყოველ ღამე რაკეტები დაბომბვა არაფერს იძლევა. მაგრამ მოკავშირეებს შორის ერთობა არ არის და ესეც მნიშვნელოვანია.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ თუ დროებითი ამერიკულ-ირანული შეთანხმების წინ, ივნისის შუა რიცხვებში, არაბული სახელმწიფოები ერთადერთი იყვნენ, ვინც დიპლომატიას მოუწოდებდა, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ეს კონსენსუსი სრულად დაიშალა. კატარი, რომელიც პაკისტანთან ერთად მთავარ შუამავლად გამოდის, დაჟინებით მოითხოვს დაუყოვნებლივ დეესკალაციას და სამხედრო ოპერაციის გაფართოების წინააღმდეგია. გაერთიანებული არაბეთის ემირატები სურთ, რომ ევროპული ქვეყნები უფრო აქტიურად ჩაერთონ ხომალდების არმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაში და დაიწყონ განაღმვის მისია. და აი სხვათა შორის ამავე დროს ახალი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საბოლოოდ შეუერთდა. ოფიციალურად დაუშვა ამერიკელებს ბრიტანეთის სამხედრო ბაზების გამოყენება ირანზე დართმევისთვის. მაგრამ ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული. სენატში მოსმენა 21 ივლისს ამ ისტორიის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილია. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა ამ ომის ოფიციალური ღირებულება დაასახელა. ირანთან ომი უკვე დაუჯდა ამერიკის შეერთებულ შტატებს 37.5 მილიარდი დოლარი. შედარებისთვის, აპრილის ბოლოს პენტაგონი ასახელებდა 25 მილიარდს, ხოლო მაისში 29-ს. და აი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ყურადღება კონგრესს დამატებით თითქმის 88 მილიარდი დოლარის თხოვა, საიდანაც მეტი ვიდრე 67 მილიარდი პირადად პენტაგონისთვისა. ეს ყველაფერი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტური წინადადების ნაწილია, რომელიც 1.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს 2027 ფინანსური წლისთვის. ხოლო რეალური რიცხვი, როგორც ჩანს, ბევრად უფრო მაღალია. და აი წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შიდა შეფასება 100 მილიარდ დოლარამდე. თუ გავითვალისწინებ დაზიანებული ამერიკული ბაზების შეკეთებას, განადგურებული თვითმფრინავების შეცვლას და სრულად ამოწურული საბრძოლო მასალის აღდგენას. სენატორების რეაქცია მკაცრი იყო, ორივე მხრიდან. აქ ორ მაგალითს მოვიყვან. რესპუბლიკელმა ჯონ კენედიმ განაცხადა, ციტატა: ჩვენ გვჭირდება პირდაპირი პასუხები. ჩვენ დავიპოვოთ გზა, აუხსნათ ამერიკელ ხალხს, რატომ წავედით იქ საერთოდ და როგორ ვაპირებთ იქიდან გამოსვლას. ამასთან ერთად როგორ შევზღუდავთ ირანის შესაძლებლობას მიიღოს ბირთვული იარაღი. დემოკრატმა დიგ დურბინმა განაცხადა შემდეგი: ისინი ვერ ხსნიან, როგორ დაიხარჯება ეს ფული საერთოდ. და რაც თავარია, პიტ ჰექსამ სენატორებს მაინც არ უპასუხა. რა არის საერთოდ ამ ომის სტრატეგია და რას ცდილობს ტრამპის სინამდვილეში? სენატორები ამბობენ, მოусმინეთ, ჩვენ ამ ომზე ათეულობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ. რისთვის? აი რისთვის? საით მივდივართ? რას ცდილობთ მივახციოთ? რა სტრატეგია აქვს ამ ომში დონალდ ტრამპს? რადგან შეგახსენებთ, თებერვალში ის ამბობდა, 3-დან 4 კვირაში ყველაფერი დასრულდება. ირანი კაპიტულაციას გამოაცხადებს, რეჟიმი დაეცემა, ბირთვული პროგრამა აღარ იქნება. ირანს აღარ ეყოლება სარაკეტო ძალები. ირანის პროქსი ძალები განადგურდება. და ის ამბობს, 3-დან 4 კვირაში ყველაფერი მზად იქნება. გახსენეთ, ეს ომი უკვე 5 თვეა გრძელდება და ტრამპის მიერ გამოცხადებულ მიზნებიდან არც ერთი არ განხორციელებულა. ჰექსეტს კიდევ ერთი უხერხული კითხვა დაუსვეს. სენატორებმა კითხეს, რატომ ატყუებდა დონალდ ტრამპი ამერიკელებს საჯაროდ და აცხადებდა, რომ აშშ-მ უკვე მოიგო ეს ომი. თუ ახლა იგივე ტრამპი კიდევ 88 მილიარდ დოლარს ითხოვს ამ ომისთვის, რომელშიც შეგახსენებთ უკვე გაიმარჯვა. და აი სენატორები ამბობენ, მოусმინეთ, ჩვენ რა უთხრათ ჩვენს ამომრჩევლებს. ჩვენი პრეზიდენტი ბოდიშით 30ჯერ და მეტჯერ პირდაპირ თვალებში უყურებდა ამერიკელებს და ატყუებდა მათ. აცხადებდა, რომ უკვე გავიმარჯვეთ. ნუ ნერვიულობთ, უკვე გავიმარჯვეთ. ბენზინის ფასები მალე დასტაბილურდება. აი ისევ $4 მეტია გალონზე. სად არის სტაბილიზაცია, სად არის გამარჯვება? რატომ იყო საჭირო ამერიკელების მოთხოვება? ანუ ერთი წამი, დონალდ ტრამპი მართლა ფიქრობს, რომ ამერიკელები ასეთი სულელი ხალხია? აი ეს. აი რას ფიქრობდა ის, როცა გამოდიოდა და ამბობდა, ჩვენ გავიმარჯვეთ. აი ანუ ის მართლა ფიქრობდა, რომ ყველა ასეთი სულელია გარშემო ესეთი. ხო, ჩვენ გავიმარჯვეთ. ეხლა ამას როგორ უნდა შეხედო? და აი CNN-მა სენატში გამართული მოსმენები ასე შეაჯამა. მემორანდუმის ჩავარდნამ, რომელმაც დროებით შეაჩერა საბრძოლო მოქმედებები, ადმინისტრაციის სამხედრო მიზნები შეზღუ და ისინი ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით გახადა. ერთ დროს დონალდ ტრამპი ირანში რეჟიმის შეცვლაზე საუბრობდა. ეხლა კი მკაფიო საბოლოო მიზანი უბრალოდ არ არსებობს. ამასობაში აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანზე მე-11 ღამეა უწყვეტად ახორციელებს დარტყმებს. ქუეითმა, ბარეინმა და იორდანიამ განაცხადეს, რომ ირანის მხრიდან საჰაერო თავდასხმებს იჭერენ. იემენში ჰუსიტებმა გააფრთხილეს საუდის არაბეთის გემები, თავი შეიკავონ წითელი ზღვის გამოყენებისგან.
დონალდ ტრამპი ხპირდება, რომ თუ ღმერთმა არქნას ჰუსიტები შეეხებიან ბაბ ელ-მანდების სრუტეს, მაშინ ისინი ძლიერად დაარტყამენ. ხოლო ირანმა ფაქტობრივად დახურა გემების მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში. ხოლო ტრამპი ჯერაც ვერა და ვერ ურტყამს. რა იქნება შემდეგ? ამ კითხვაზე დონალდ ტრამპს უბრალოდ პასუხი არ აქვს. შედეგი. დონალდ ტრამპმა ახალ მიზნად გამოაცხადა კირკის მთა. ობიექტი, რომელიც 100 მეტრის სიღრმეზეა კლდის ქვეშ და რომელსაც ვერ შეეხნენ ვერც გასული წლის 12 დრიანი ომის დროს და ვერც მიმდინარე ომის 5 თვის განმავლობაში. და რომელსაც ირანელები ამ დროის განმავლობაში დამატებით ამაგრებდნენ ბეტონითა და ნიადაგით. ამასთან თავად ტრამპი აღიარებს, რომ მას საერთოდ არ აქვს მტკიცებულება, თითქოს იქ ცენტრიფუგები ინახება. მოკავშირეების სპარსეთის ყურეში მას სახმელეთო შეჭრისკენ უბიზგებენ და ხარკის კუნძულზე ტერმინალის ხელში ჩაგდებისკენ. მაგრამ ერთიანი ფრონტი არ არსებობს. კატარი წინააღმდეგია. ემირატები უკვე ევროპელების დახმარების მოწვევას აპირებენ, რადგან ხედავენ, რომ ამერიკელები ვერ უმკლავდებიან. ომმა უკვე ოფიციალურად 37.5 მილიარდი დოლარი დაჯდა, ხოლო შიდა შეფასებებით საერთოდ 100 მილიარდამდე. 18 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. დაახლოებით 500 დაიჭრა, ხოლო სენატის მოსმენებზე ორივე პარტიის სენატორებმა პასუხის მიღება ვერ შეძლეს. და როგორ უნდა გამოვიდნენ ამ ყველაფრიდან? აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები, დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარისგილაკს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგახსენებთ, რომ ეს შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით გააკეთოთ. ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში, ამით დავამთავრებ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.